სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესო, მე მგონი ამაზე ადრეც გავეცით პასუხით, ეხება გარდაცვლილ ახლობლებს, გარდაცვლილ ადამიანებს, ზოგი ანგელოზებს, ამასთანავე მე გავავრცელე პოსტერი იყო თუ რა ვიცი, ხატი არის ახალი, არ ვიცი როგორ გითხრათ, 1000 მე მგონი ანგელოზია და მოძებნე თქვენი ანგელოზი რომელია და გაუკეთებიათ რა, ესეთი ხატი არის რა და ძალიან ის არის რა ვიცი როგორ ვითხრა მეთქი ეს დიდი ის არის ცდომილება და ამაზე დამოკიდებულება ნახეთ როგორ იმაშება როგორც ჩვენ გავლენა არ აქვს იმ გარდაცვლილებზე ასევე მათაც არ აქვს გავლენა ჩვენზე იქიდან წასვლებზე ეს ორივე ესეთი კონცეფცია ძალიან არაბიბლიურია და ამას ეხება ეს კითხვაც ჯონ პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ სახელი არ ვიცი არა სახელოს პიროვნება თქვენ აქ 33 წლიანი პასტორობის გამო. გმადლობთ ჯონი პასუხობს და ლოცულობ ხომერთვა კიდე 33 წელი მოგცეთ. და ჯონ მაკარტური ყოველთვის თავისი იუმორით გამორჩეულია. მე როგორ ამიტად მოფახბაღებულ იდიოტს აქ ამ კათედრაზე. როცა დაახლოებით 100 წლის გავხდები, მე არ ვიცი როგორ ვიძამ და რას მივმოქმედებ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვაფასებ ამას ჩემო მეგობარო და გმადლობთ. მე მაქვს მოკლე კითხვა, არ ვიცი როგორ გავცე ამაზე პასუხი. ვიცი რომ თქვენ ძალიან დეტალურად გიყვართ ხოლმე პასუხების გაცემა. დიახ მართალია, უბრალოდ დასვით და ნუ შეეცდებით მის რედაქტირებას, როგორც გინდათ, ისე მომაწოდოთ. დიახ მე დებატები მაქვს ხოლმე ჯონ ზოგიერთ მორწმუნესთან, რომ ადამიანები, რომლებიც კვდებიან, მორწმუნეები, რომლებიც კვდებიან და სამოთხეში მიდიან, თითქოს და ჩვენზე ზრუნავენო. გვიმტკიცებენ ესეთი ადამიანები. ახლა ეს მოწამეთა დიდ ღრუბელთან არის დაკავშირებული? ეს ლაპარაკია ებრაელთა წერილზე და ამასაც ჯონ მაკარტური განიხილავს და ჩვენ ამაზეც ვილაპარაკეთ არის მე მგონი 1-2 შეიძლება იყოს ამაზე იმიტომ რომ ძალიან აქტუალური იყო ქართული სივრცისათვის და ესევე პროტესტანტულ სივრცეში ბევრს არასწორადაა გაგებული ეს კათოლიკურში მით უმეტეს დიახ მოდით ამ კითხვაზე უპასუხოთ მორწმუნეებს რომლებიც კვდებიან არაფერი ბიბლიაში არაფერია ნათქვამ იმაზე რომ ისინი ჩვენზე ზრუნავენ ან ჩვენზე ლოცულობენ ან ჩვენთან კავშირი აქვთ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათ საერთოდ იციან თუ რა ხდება აქ და აქაური მიმდინარე მოვლენები. საერთოდ არაფერი. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ მათ რამე იციან ამ მოვლენების შესახებ. ისინი როგორც ძველი ჰიმნის სიტყვებში არის და ტექსში ნათქვამი, ისინი თლიანად გაოცებაში, სიყვარულსა და ქებაში არიან ჩაძირულები. როგორც კი ისინი უფლის წიაღში შედიან, თავიანთ სხეულს როცა გაშორდებიან, უფალთან მიდიან მორწმუნეები, რათა ქრისტესთან იყვნენ. როგორც კი ისინი აქედან გადიან და უფლის წიაღში შედიან, ამ სამყაროსთან აბსოლუტურად კავშირი წყდება და ითიშება. წმინდა წერილში არ არის მითითება, რომ მათ აქვთ რაიმე დამატებითი ცოდნა ან ცნობიერება ამ ქვეყნად მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუ ეს მართლაც ასე იყო, ეს მათ სრულყოფილებას არასრულყოფილებით შეარყევდა. ესე იგი, ისინი უკვე სრულყოფილები არ იქნებიან, იმიტომ რომ აქ უნდა დაიტანჯო და იქ დაიტანჯებიან ადამიანები, იმიტომ რომ აქ დაინახავენ თუ როგორ იტანჯებიან მათი ახლობლები, ხო? და შეარყევდა მათ სრულყოფილ ბედნიერებას და სიხარულს. ეს მათ წმინდა გარემოს ცოდვით შეარყევდა. ეს მათ სრულყოფილს უკმაყოფილებით შეარყევდა. ამრიგად წმინდა წერილში არაფერია მის შესახებ მანიშნებელი, რომ ეს ასეა და წმინდა წერილში ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც აქედან თქვენ მიდიხართ, უფლის წიაღში შედიხართ, სადაც მარადიული ნეტარება, ნადადებული სისავსეა სიხარულის და თქვენი არის ზიარება ტრიუმფალური. ებრაელთა მე-12 თავში, როცა საუბარია ფაქტებზე და მოწმეთა დიდი ღრუბელზე, ამის გასაგებად თქვენ მხოლოდ უბრალოდ წინა თავი უნდა წაიკითხოთ და შეხედოთ ებრაელთა მე-11 თავს, სადაც ჩამოთვლილია ყველა რეალური ადამიანი, რომელმაც გაიარეს თავიანთი ცხოვრება რწმენით. რწმენის გმირებს უწოდებს ბიბლია მას, რომელსაც იწყებენ აბრაამიდან, სარადან, მერე გადადიან მოსეზე, გახსოვთ გრძელი მონაკვეთია, ესაიამდე ჩადიან, გედეონამდე, ბარაკამდე, იფთახამდე და რწმენის ყველა გმირი არის ჩამოთვლილი. ეხლა რა გაგებით არიან ისინი მოწმეთა ღრუბელი. ისინი არზიან რაღაცა იმ გაგებით, რომ ჩვენ გვიყურებენ იქიდან გვაკვირდებიან და ამის მოწმეები არიან თუ როგორ ცხოვრობთ. არა. მე ადრეც ვახსენე, რომ ბავშვობაში მქონდა ეგ განცდა
და ყოველთვის ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, იმიტომ რომ მეც არასწორად მესმოდა ეგ. ზოგიერთი მქადაგებელი ქადაგებდა, რომ ისინი დიდ ზეციურ სტადიონზე ზიან და ჩვენ აქეთკენ მომავალ ბილიქს რაღაცნაირად დაკვირდებიან და ყველა ჩვენზე ზრუნავს. ეს არ არის არანაირად იქ გადმოცემული სურათი, რასაც ებრაელთა წერილი გვეუბნება. იქ მოცემული სურათი ესეთია, რომ ისინი რწმენის ცხოვრების დადასტურებას ადასტურებენ და ამის მოწმეები არიან. ისინი ჩვენ კი არ გვამოწმებენ და გვითვალთვალებენ, არამედ მათ მიერ რწმენით განვლილი ცხოვრება ამოწმებს ჩვენი რწმენის ხარისხს, როცა ვადარებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ყველაფერზე მეტად რწმენა აირჩიეს. აბრაამას საკუთარი საღი აზრის ნაცვლად ღმერთის რწმენა აირჩია. მოსემ ფარაონის კარეზე, ხედავთ, ყოფნა გაცვალა და ღმერთის რწმენა აირჩია. საკუთარი ტანჯვის მიუხედავად. აქ ჩამოთვლილია მრავალი სხვა ადამიანი, ვინც ლომებს პირი აუკრა, გახსოვთ დანიელის მაგალითი, რომელიც ესაიას მსგავსად ასევე ადამიანები, რომლებიც შუაზე გახერხეს. პრობლემაც მოგეხსენებათ სიცოცხლე სიკვდილით გასწირეს და მოწამეობრივად დაისაჯენ. ისინი ყველანი ღმერთის რწმენით ცხოვრების ნამდვილი მოწმეები არიან. ამგვარად მოწმეთა ამ ღრუბელში ჩვენ გვაქვს მთელი ძველი აღთქმის ისტორია, ყველა იმ ადამიანის შესახებ, ვინც რწმენით ცხოვრების გამო ისარგებლა და კურთხევა მიიღო. მათი მოწმობა ეს არის მათი რწმენით განვლილი ცხოვრება. საქმე იმაში არ არის, რომ ისინი გვიყურებენ, გულშემატკივრობენ, ლოცულობენ და ზრუნავენ ჩვენზე. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.